ეხ, რა მშვენიერი დილა დადგა ჩვენ სოფელში. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ მოსაბა და არ გქონდათ შრასმესამი და დღეს მეგობრებო, ჩვენ ისე როგორც ტრადიციულად ისე მივიდივართ ჩვენს ფერმების სამუშაოზე, მაგიტომ მოითავიღოთ თოხი. შემდეგ გავიღოთ მოით სტაფილო, ხორბალი და ცოტა კარტოფილი და წავიდეთ ჩვენს ფერმებზე და შეწენიკო მოგესალმები, როგორ ხარ და რატომ გახარ ჩემს სახლთან, რამე ხომ არ გინდოდა? საბაკეთ, მე დავწერე პატარა მოთხრობა და მე მინდა შენ რომ შეაფასო ჩემი ნაშრომი. აჰა, так, ოკეი და რატომ მე თუ ასე ვთქვათ, ასეთი კითხვა მიჩნდება? უბრალოდ ეს მოთხრობა ეხება შენს სახლს და ნაწილობრივ შენს. ნუ კაი, მაშინ მომეცი და აუცილებლად შევაფასებ, ასე ვთქვათ, შენს ნაშრომს. Так, ჟიცენიკო, მივიღე. კაი, მადლობა დიდი, აუცილებლად შევაფასებ შენს ნაშრომს და საღამოს აუცილებლად გეტყვი ჩემს, ასე ვთქვათ, შეფასებას. Так, მეგობრებო, так, ძალიან საინტერესოა. ჟიცენიკმა დაწერა რაღაც მოთხრობა. უბრალოდ მეგობრებო, მეც ვინც არის ცოტა მეც ვწერ მოთხრობებსა და ლექსებს, ნუ ვერთობი ასე ვთქვათ ამ მოთხრობებსა და ლექსების წერაში. ბოლო ლექსი მე დავწერე ასე ვთქვათ რამოდენიმე დღის წინ, მაგიტომ მე ასე ვთქვათ ვიცი თუ როგორი არის კარგი თუ ცუდი მოთხრობა, აუცილებლად შევაფასებ მაქსიმალურად ამ ჟიცენიკის ნაშრომს. Так, მოით მეგობრებო, გავაკეთოთ ახლა ეს ფერმები და გადავიდეთ ახლა. შეგეთ როგორ გაიზარდა ეს ფერმები. და მეგობრებო, მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ სოფელში კიდე არიან ჟიცენიკები, რომლებიც არიან გართობილი, ასე ვთქვათ, ამ ლიტერატურული ნაწარმოებებით. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, მოთხრობები და ლექსები არის ძალიან საინტერესო. მე მაგალითად აი ჩემი თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. რამდენი მოთხრობების და ლექსების წავიკითხე, თან მეც პრინციპში ვწერ, ძალიან საინტერესო ყველა აბსოლუტურად არის. Так, მოით მეგობრებო, ახლა დროზე გავაკეთოთ ჩვენი ფერმები და მივუდგეთ, ასე ვთქვათ, ამ ჟიცენიკის მიერ დაწერილ მოთხრობას. Так, მოით მეგობრებო, პრინციპში ეს ფერმა მთლიანად არ გაიზარდა, მაგიტომ მოით ახლა მოვაშოროთ ეს სტაფილო. Так, ასე და ასე. Так, ასე. ჩავსვით აქ სტაფილო. Так, ასე, კიდე სტაფილო და ეს ფერმები მეგობრებო, პრინციპში კიდე გაიზარდოს და ხვალ მოუვლი აუცილებლად. Так, ჩემი სამსახური მეგობრებო, ამიტომ და ხო პრინციპში როგორც თქვენ დაინახეთ, მერმა თავის ეზოსთან, ასე ვთქვათ, გაზარდა პატარა ხე. მეგობრებო, შეგეთ წვიმაც კი წამოვიდა, так, მოით დროზე შევიდეთ სახლში. Так, ახლა მეგობრებო, მოით ყველაფერი დავდოთ. და წავიკითხოთ, ასე ვთქვათ, ჟიცენიკის მიერ დაწერილი ნაშრომი და შევაფასოთ. თქვენს მეგობრებო, კომენტარებში შეაფასეთ ამ ჟიცენიკის მიერ დაწერილი ნაშრომი. Так, მეგობრებო, მოით აქ დავჭდეთ თბილ კუთხეში საწოლზე. Так, მოით აბა გადავშალოთ. 4 თებერვალი. მგონია ეს მეგობრებო, როდესაც ასე ვთქვათ, გამოაქვეყნა ამ ჟიცენიკმა თავისი მოთხრობა. გავიგე. Так, 4 თებერვალი. მოვედი პატარა სოფელში, ტბასთან იდგა სახლი. ერთ-ერთი დიდი. ლამაზი მუხის ხისგან აშენებული, მეორე სართული მუქი ხისაგან. მასში ცხოვრობს მოთამაშე საბა. მეგობრებო, გავიგე, გამოის ამ ჟიცენიკმა დაწერა ჩემს შესახებ მოთხრობა. სასიამოვნოა, ოკეი. უბრალო ფერმერი, ასევე ამ სოფლის მცველი. ეს მეგობრებო, რასაკვირველია მართალია. Так, 5 თებერვალი. დღევანდელი დღე მეგობრებო, შეგეთ. სახლი გახდა ცეცხლივით. სოფლის მაცხოვრებლები არიან შოკში. წყალი ისმევა სახლის სახურავიდან. Так, ოკეი, ღამის 2 საათი. სახლის კედელი გაქრა. ჩანს მთლიანი სახლი. ღამის 3 საათი. ისმის რაღაც ხმები ეკლესიაში. იმედია რომ მომეჩვენა. Так, всё? Так, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ ეს კომენტარებში, მაგრამ რა მინდა ვთქვა. ყველა ხალხს
აქვთ თავისი ლიტერატურული, ასე ვთქვათ, განზრახვა, ლიტერატურული შინაარსი. რასაკვირველია, ამ შიწენიქს აქვს თავისი რეალობა, თავისი რეალიზმი, მე მაქვს ჩემი რეალიზმი. ნუ მოეთ მეგობრებო, რითი შევაფასოთ? მოეთ 7.5. 7.5 ქულა 10-დან. ანუ არც კარგი, არც ცუდი რასაკვირველია, იმიტომ მაინც ცდილობდა ასე ვთქვათ, თავისი რეალობა აღექვა ამ შიწენიკმა, მაგიტომ 7.5 მეგობრებო, თქვენ დაწეთ თუ შეიძლება თქვენი ასე ვთქვათ, ნიშანი კომენტარებში. ტაქს, ოკეი, მე აუცილებლად ამ წიგნს მივუტან ამ შიწენიკს საღამოსკენ. ტაქს, ნუ კაი, ახლა რას გავაკეთებ? ალბათ ახლა კომპიუტერში რაღაცებს საქმეებს გავაკეთებ და მერე წავალ დავიძინებ. ჩავთავ მეგობრებო კამერას საღამოსაკენ. ტაკ. ё-моё. ტაკ, რომელი საათია საერთოდ? ოგო, ღამის 12:30-ია. ტაკ, ოკეი, და გამოვცოთ კომპიუტერი და რაღაც უკვე მეძინება, მაგიტომ უფრო კარგია. ტაქს. მეგობრებო, თქვენ უკვე აქ ხართ? ტაკ, ჩავთამოგეთ კამერა, იმიტომ უკვე საღამოა. ё-моё, წვიმა კიდე არც კი შეწყვიტა. ტაკ, ოკეი. მე ახლა მოგეთ დავიძინებ და კამერას ჩავართავ ხვალ დილით. ტაკ, სტოპ. აჰა. всё, მეგობრებო, ხვალამდე. ё-моё, რატო ცხელა ასე? რა? სტოპ! ეს არის! ტაკ, სტოპ! დროზე! წყალი! წყალი თქონდა! ტაკ, კაი, დროზე! ё-моё, ეს რა? საიდან? ё-моё! დროზე, მეგობრებო, და ჯანდაბა! ეს სტოპ! და ё-моё! ჩემი სახლი! ё-моё, ეს რა ხდება? რა? სტოპ! დროზე, მეგობრებო! ჯანდაბა, ახლა ჩემი სახლი! და ё-моё, გაქრება ახლა ჩემი სახლი! ტაკ, დროზე და გადი ცეცხლი, გადი. ё-моё, მეგობრებო, ყველაფერი იწვის, ჯანდაბა! საიდან? როგორ საერთოდ? ბულტიტლა. ეს რა ჯანდაბა იყო? საწყალი ჩემი სახლი. შეხედეთ რას დაემსგავსა. და როგორ? ყვავილები, ё-моё. გაგიჟება. ეს რა მოხდა? აი, საწყალი ჩემი სახლი. და როგორ? ტაკ, სტოპ, რაღაცნაირად ახლა უნდა გამოვასწორო სიტუაცია და კიდე აქ ბლოკები მაინც მაქვს. ნუ რაღაცნაირად მეგობრებო, ტაკ, ეს საერთოდ მანქანის ისინი. ტაკ, მოეთ მეგობრებო, რაღაცნაირად მაინც რომ გქონდეს ჩემს საწყალ სახლს. ё-моё, ეს რა იყო? ტაკ, მოით მეგობრებო, ერთი კედელი მაინც და რაღაც მაინც გავუკეთოთ. მეგობრებო, და ვერ მივხვდი როგორ? ტაკ, მეგობრებო, მოით საღამამდე მაინც რომ ასე ვთქვათ, ჩემი სახლი იცოცხლოს და ё-моё, ბლოკები არ მეყვარა უშუალოდ. მოით მეგობრებო, ეს ბლოკი მაინც გამოვიყენოთ, რომ ის არ იყოს. გაგიჟება, მეგობრებო, დაინახეთ რა მოხდა? ამას მართლა ვერ მოველოდი. ტაკ, სტოპ. კიდე ეს ორი ნატურაც, მე ესე ჩამოვკიდოთ. და როგორ ვერ მივხვდი? რა ჯანდაბა მოხდა? არ ვიცი ახლა როგორ დავისვენო, მაგრამ კაი, მეგობრებო, მოვაკეთ ახლა ცოტას მაინც დავიძინებ და ხვალ აუცილებლად რაღაცებს გავაკეთებ. არ ვიცი, რაღაცას მაინც მოვახერხებ რა. მაგრამ მეგობრებო, ისე მე ახლა ვიფიქრე და თითქოს რაღაცა მეცნობა. ტაკ, მოიცეთ, ერთუց ეს წიგნი ავიღოთ, ერთუց მოეთება გადავშალოთ. საით იყო ეს და აქ. აი, მეგობრებო, ტაკ, სტოპ. სახლი გახდა ცეცხლივით. ტაკ, სახლი გახდა ცეცხლივით. წყალი ისხმევა სახლის სახურავიდან. ტაკ, რაღაც ერთი ცუდი იდეა მომივიდა თავში. და იმედია რომ ეს ასე არ არის. ტაკ, სტოპ, რომელი საათია ახლა? ტაკ, ღამის 3 საათი თითქმის უკვე. ერთ წუთში იქნება ღამის 3 საათი და რა ეწერა გა? ღამის 3 საათი. ისმის რაღაც ხმები ეკლესიაში. იმედია რომ მომეჩვენა. ტაკ, მოით მეგობრებო, ერთ წუთს დაველოდეთ ღამის 3 საათს. ტაკ, ё-моё. ტაკ, მეგობრებო. ტაკ, აი გახდა მეგობრებო ღამის 3 საათი და რა? ტაკ, რაღაც მეგობრებო.
მეგობრო, გესმით? რა ჯანდაბა? სერიოზულად? Так, стоп, მეგობრებო, მოიტაბა, გავიდეთ გარეთ. Так, რაც შეიწყვიტა. Так, მეგობრებო, რაც შეიწყვიტა. და ხომ არ მეგობრებო, ისევ. Так, მგონი მეგობრებო, მე უკვე მივხვდი. Стоп. გამოდის ამ წიგნში რაც წერია, ყველაფერი სრულდება? ნუ ხომ Ё-моё, რა წიგნი მომცა საერთოდ ამ შესაძლოა. ისიც რასთვის ამახა მეგობრებო, დროს მეგობრებო. წავიდეთ ახლა ტბასთან და გადავაგდოთ, всё. ეს წიგნი რო საერთოდ აღარ დავინახო. Ё-моё, მეგობრებო. Так, აუცილებლად არაუშავს შესაძლოა ყველაფერს ავუხსნი. იმედია, უსაწყალი ჩემი სახლი მე რამდენი მომიწევს გამოვასწორო, რომ იმედია რომ ახლა ყველაფერი შეიწყვიტება. კაი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც უყურა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეს ზუსტად ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი. ნახვამდის.